ერთწლიანი პაუზის შემდეგ გალერეა უბრუნდება საგამოფენო საქმიანობას. ერთი წლის განმავლობაში გალერეა სრულიად განახლდა, დღეიდან დამთვალიერებელი ნახავს განახლებულ სივრცეს. პროექტის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი იყო საქართველოს ბანკი საწყისი ეტაპიდან ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინეს ყველა საჭიროებაზე, რაც კი რამ გვჭირდებოდა გალერეის განვითარებისთვის. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ბანკის გუნდს, იმიტომ რომ მათი ხელშეწყობით გალერეა განვითარდა, გაიზარდა და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს პირდება დამთვალიერებელს. ეს გამოფენა არის გამორჩეული როგორც აკადემიური წრეებისათვის, ისევე კულტურის სფეროს წარმომადგენლობისთვის იმითი, რომ აქ გამოფენილია იმ ორი ალბომის რეპროდუქციები, რომელი ალბომებიც აქამდე ითვლებოდა დაკარგულად. ახლა არის კერძო კოლექციაში, მაგრამ ეს არის უძვირფასესი მონაპოვარი მთლიანად საქართველოს კულტურისათვის და ეს არის თბილისის სხვა თვალით დანახვის კიდევ ერთი მცდელობა. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამის დასტურია, ის ემსახურება საქართველოსთვის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მასალების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, კრეატიული ინიციატივების მხარდაჭერას და გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები ნამდვილად ხელს უწყობს ქვეყნის როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებას. ვილოცავთ გალერეას ამ შესანიშნავ დღეს და ორგანიზატორებს უსურვებთ წარმატებულ საგამოფენო კვირეულს.